ირლანდიის სახელმწიფოში მოთხოვნილი თავშესაფარი ახდენს თუ არა გავლენას. ახდენს. აი ესეთი ახდენს, ანუ იქ რო ჩაბარდეს რაღაც პროცედურები რო დაწყებული კონდეს და აქეთაც რომ მოუნდეს, ანუ არ გამოვა ეგ საქმე ეს უყურეთ სწორედ რა ეს თქვი და ისე ვიმეორებ. ისე იგი ამერიკა იმას რა ქვია კანადას აქვს ესე იგი მიწდომა ემიგრანტების ჩაბარებასთან არ ჩაბარებასთან, რომელიც ეხება რამოდენიმე ქვეყანას. იმიტომ საერთო ბაზა აქვს ამერიკასთან, ინგლისთან, ესე იგი ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან და რამდენადაც ვიცი ირლანდიასთანაც, ხო? თუ იქ ადამიანი ჩაბარდა, აქ ვერ მოიტყუება, ეს მაინც ამოვარდება, ამოხდება ის ინფორმაცია. თუ მაგალითად ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი მაგალითად პოლონეთში ან ესპანეთში, თუ იტყვის რომ ესე იგი მე არ მომითხოვია, ამას არ ამოქეკავენ თუ რაღაცა მიზეზები არ ექნებათ. გესმით? კეთილი. კი, გასაგებია. იმიტომ რომ საერთო ბაზა არ აქვს, ესე იგი თუ ოფიცერი ჩათვლის საჭიროდ, რომ მოდი აბა დავიწყებ ქექვას ახლა ესპანეთში ან შვეიცარიაში. აი ეს ჩამოვიდა ისახის არსად არ ჩაბარდა. იქნებ ჩაბარდა შვეიცარიაში და მოდი შვეიცარიაში და აი როგორ წარმოგიდგენთ ეს ხო თქვენ? და ეს ოფიცერი იწყებს თელ კარტას იღებს და ეძებს აბა შვეიცარიაში ჩაბარდა, პოლონეთში ჩაბარდა, შვეიცარიაში ჩაბარდა თუ სად. თუ აქვს ამ ადამიანს ოფიცერს ამდენი რესურსები დრო, რომელშიც არავინ არ უხდის ფულს, ამას გააკეთებს და გაიგებს. თუ არ აქვს, მაგრამ თუ ამერიკაში ჩაბარდა, ეს ისედაც ამოხდება, გესმით? ხო, ამიტომ ოფიცერი ითხოვს თქვენგან სიმართლეს, რომ მითხარით, რომელ ქვეყანაში ხართ ჩაბარებული და რომელი ქვეყნის სტატუსი გაქვთ. კიდე ერთი რაღაცა მინდა დავამატო. თუ მაგალითად ადამიანი იტალიიდან ჩამოდის და მიიღო ეს თავისი ვიზა კანადაში, როგორც იტალიელი, ესე იგი, ადამიანი, რომელსაც იტალიაში აქვს ლეგალური სტატუსი. რასაკურველია, ეს იქნება გასაგები, რომ ეს ადამიანი, ესე იგი, იტალიური დოკუმენტები ჰქონდა. საიდან ჰქონდა დოკუმენტები? ალბათ იქ ცხოვრობდა, ხო? ნუ აქ არის ლოგიკა და ესეთი რაღაცები არსებობს, რაც უნდა გაითვალისწინოს, თქვენ უნდა შეხედოთ ოფიცრის თვალებით ამ სიტუაციას. აი რა ლოგიკური კითხვები უნდა დაგისვან და აი იმ კითხვებს უნდა გქონდეთ უკვე პასუხები ახლა. და პლუს ის ქვეყნები უნდა გაითვალისწინოთ, რაც წეღან აღნიშნეთ, ამერიკა, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ერთი გვირგვინის ქვეშ არის და როგორც ერთი ბაზა აქვს და ხედავენ. კი ბატონო, მათ შორის ირლანდიაც თუ სწორედ